ხვალ უნდა შევხვდე ბაღის გამგეებს და რომ საქმის კურსში რომ ვიყოთ ყველა. ძალიან რთული დასათვლელია პრაქტიკულად ვერ ვარ ბოლომდე, მაგრამ ჩემი ვარაუდით ანუ რო ყავს ახლა ბაღებში 2800 ბავშვი, 200-ზე ცოტა მეტი არის კერძო ბაღებში, 200-დან 250-მდე ყველაზე თამამი გათვლით. უფრო 150-თან უფრო ახლო მგონია კერძო ბაღები არ დაამატოთ ჯერ. ანუ კიდე გარეთ რო ვრჩება. ვისაც არ დაყავთ. ვისაც ვერ დაყავთ. ჩვენ ვერ ვიღებთ და ის ისა. თუმცა არა, ნუ არ დაყავს. აი პაპა ამბობს რომ არ გაუშვა. გეტყვით, აი ახლა რომ დაუჯეროთ ჩვენ ისე რომ ამოიღო რეესტრიდან, აი ამორიცხვა საერთოდ ვერ გავიგე. 2007-ას ან 2-დან 5 წლამდე ბავშვებს რეგისტრაციის ადგილი გორის სადაცაც გვირეგისტრირებს 2700-მდე ბავშვს. ამ დროს 2008 ბავშვი უკვე ბაღშია. 2800-ს. სოფლიდან არა, გეტყვით 170 კაცამდე ეს. 200 ბავშვზე მეტი კერძო ბაღებში დადის და კიდევ ვიძახით ბევრი გარეთ არის. სად არიან ეს ბავშვები? არა, გეტყვით რასაც გეტყვით მაგალითად. ჩემოიდა სად არიან ახლა ბავშვები რომ ის არის ნახტები. ეს რეგისტრაცია საერთოდ მოშლილი არის. მოშლილი როგორ? ერავინ ვერ გაცნობს ზუსტად პასუხს. რა ითვლება ბავშვის რეგისტრაციის ადგილად? აი ეს ჩვენ რო დავეხმარეთ არასკებაშვილი 5 წლის ბავშვი და ის რა. ეგ ხო, მოძლის იმსი. ბებიასთან არის აქ თამარ მეფის ქუჩაზე დარეგისტრირებული. მამა სადღაც სოფელშია დავისწორი და დედა ვაფშე ხაზბეგში. გაიგე ახლა ეს ბავშვი ყოფდები რა უნდა მოგაწოდოს რეესტრმა. ერთი სტატისტიკოსი გეუბნება რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი დედის რეგისტრაციის ადგილია, ეხლა ბოლოს დახვდებიან რომ ბავშვის რეგისტრაციის ადგილი. მაგრამ ფაქტი ეს ბავშვები აქ არიან და ყოფდები გინდა ერთი წლით იყოს ჩამოსული რას უშვებ იმათი კონსტიტუციური უფლებაა რომ უნდა მიიღოს ეს უფასო სერვისი. ანუ ჩემი ყველაზე თამამი გათვლით ახლა და ბევრს ვიძახი სხვების გასაგონად რა არ უნდა ყავდეს 150. შევეცადე მომლოდინეთა სიები მომიტანებდნენ კი 17 ბაღიდან 6-ზე მეტმა ვერ წარმოადგინა და ვეჭვობ რომ რაც სწორი იყოს რა ის არის. ყველა ბაღი დავაელექტრონულეთ უკვე ელექტრონული სიებია დედის მამის პირადობის მოწმობი ბავშვის პირადობის რეგისტრაციის ადგილით სულ ყველაფერი. ახლა გამოჩნდნენ, მაგრამ უკვე სიმძლავრეები მარტო იმიტომ უნდა შევქმნათ, რომ ყველა ჯგუფი გადაწყვეტილება. აი ახლა ინიციირება მოხდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კანონისა პარლამენტში ალბათ გავა და დამტკიცება, მაგრამ კიდე კარგი რა, კიდე კარგი ცურანტოს ეგეც არაფერია. 2 წლიან გარდამავალ პერიოდს ნიშნავენ, იმიტომ ეს პრობლემა ყველა მუნიციპალიტეტს აქვს საქართველოში და 35 ბავშვი არ ნაიჭდეს ერთ ბავშვს, ეს ყველა სტანდარტით დარღვევა. პატარა ასაკში კიდე 25-იც არ ნაიჭდეს, ხო ხდებით რა. და ეხლა აი ამ თემაზე მინდოდა მე თქვა კიდე რისი გაკეთება გვინდა რა, უბრალოდ. მაინც ხდება რა. ეხლა მე ხოლ რაზე ვიძახი უბრალოდ, იმიტომ კი არა რომ ვიჯოხადე ძოლიბიტია რაღაცა ისე რა. აი თქვათ ისა მოდის შემოდის არა შემოდის ახალგაზრდა გაწლებული გოგო რომელმაც ცერემონიას დაუმართვა ტელეფონი და ყოველდღე რეკლამს და რა კენიო ისა აჩემი შვილის ტოლე ნუ არაფერი რა ჩაოლებული 3 შვილის დედა ერთი დადის ბავშვი ეხლა მეორეს მოუწია ბაღო მესამე არ დადის რასაკურველი ამაშობა და მეორეს არ მიიღეს ის მითხეს კომბინატელები არიან ეგ რაღაც მორტოლინო წარმოშობისა ხოდა მიწერს ის არის და ვარსაკასაკების პარტიო და არ ვარქმევინე და აქაო ვიღაცებმა დაურეკეს ვაკედანო და იმის ბავშვიო ჩემი შვილის მერე გახდაო 3 წლისა და იმისთვის აღმოჩნდა ადგილი და ჩემთვის არა ვერსდევ ეხლა ამას ყოფებით რა ვისი ვინ როგორ გამოიყენებს ვინისა არაფერი დაურეკებაც ეხლა ბერიანის მოუძებნეთ ამ ბავშვს ადგილი მოუძებნეთ ბავშვს 3 ერთი ბავშვი უნდა მიიყვანო სამსამთარში. მეორე აქეთ მესამე სახლში ელოდება კიდე ის ჯერ არ არის ბავშვი. ანუ და ჩვენ ხელფეხი გვაქვს ვერ შევამჩნია. ხელფეხი გვაქვს შეკრული იმით რომ დადგენილება გვაქვს ანაზღაურების წესზე. რომ ის არის რა ქვია 35 ბავშვზე მეტი არა და აი მინდა რომ გთხოვოთ მაგი რეგლამენტირების მოხსნა და რატო
ამას რო დამჭირდეს პირადად დავითვლი, შეიძლება ყველა ბაღს არ უწევთ, მაგრამ წარმოიდგინეთ 17 ბაღი გვაქვს. საშუალო თითო ბაღში რო აიღო 3 ისა რა ქვია ჯგუფი. ეგ შენი 51 და თითო ბავშვმა 42 ბავშვი რო გადაიმეტოს და ზოგს ისე დაწაფავს გადამეტებული ხოხდები 100 ბავშვი გამოდის ხოხდები და ჩვენ ზაფხულამდე სანამ ან 200 ბავშვიანს გავხსნით სანამ ეს 160-იანი ჩადგება რაღაცა შეავწმო არა ნუ აი ნუღა ეს ბლატები მოისპოს რა ხოხდები ბოლოს მაინც რა მერთან რო შევიდეს არ დარეკავს მე ჩემთან რო შემოდი შემოდი ბოჭი გავწირკო ხო გამიგე და იმას ჩვენ დავაკონტროლებთ რომ ის ძალიან არ გაერთოს ეხლაც როგორ არის როგორც არის უყურეთ არის ბაღები სადაც ვიღაცამ დაურეკა ხოხდები 35 ლიმიტი აქვს მიიღო 36-37 და იმის ფულს არ ვუხდი რის ალიანსში ვარ ეხლა იმასთან შესული ხოხდები ან არ აღჭირდება ეს ფული ან სხვა ბავშვს მოაკლო ხო და ამის თანამონაწილეები ვარ ჩვენ ნეფსით თუ უნებლიეთ რა გასაგებად ვამბობ დაახლოებით რამდენი ბავშვზე გათვლა 35 სულ და ეს 2 მილიონი 3,000 ბავშვს 3,000 მან კერძო ბაღი არა და უკვე ეგ თვითონ დალაგდება მე თვითონ არ ეს არ გარიშობ უყურე 3,100 სადაც ჩავდი ყველა ბავშვს 3,100 კერძოში წავა თუ იმაში წავა მაგრამ არა ჯერა გეტყვი მაგალითად მივარ რა ის არის მარტო 17 ქუჩაში ბავშვი რო ქუჩაში რო ბავშვი ეგ უკვე უნდა მივიღოთ და დავიმატოთ მაგალითად ხოხდები რა ის არის ეხლაც განარჩევია რა მაგარი ბიჭი კალკულატორი ისეთი რა მაგარი ბიჭი ხარ ხოხდები მიაღებინეს თან ფულს არის არა კანჩებს უნდა 3,100 გავავრავდით და ზურა 3,100 გავავრავდით 60-ზე და დავავრავდით 12-ზე ეს არის 2,222,000 ჩადებული 2 მილიონი არის. ასე და ეს კერძო ბაღები დაფინანსება ერთ-ერთი შენიშვნა იყო ჩემი რომ ყოფილიყო კერძო ბაღი არ არსებობს ერთი გავლე ბაღებს არ დაფინანსებ არა ვაუჩერი მე ვიძახი კი მანდამდე შეიძლება მივიდეთ მე გულისხმობ თორე ისე ზური მანდამდე შეიძლება მივიდეთ მაგრამ ეხლა არ მინდა ამ თემაზე გავცემდე სულ უნიშნულო ჩემი ხედვით საფრთხის შემცველობა გადავივაკოთ იქით ყოფილი და აბსოლუტურად ჩვენი ნება რა ეგ ის მე მაგალითად ერთი ისიც ამბობს პატარა პრიალებს და ჩვენ ფინანსისტები ხოდა შედა ხუთი ლარი დავსვამს ვაუჩერის თანხა და ეს ნიშნავს რომ 50 ლარი დაიწყება პრომოცია 50 ლარი ხელფასები როგორც 5 ლარი მხოლოდ ხელფასებში დაყოლდა ესე მოწდარში ხუთი ლარი ვაუჩერი და პირდაპირ დავალებები სახელმწიფო პოლიციი გამოიწვია მხოლოდ ეს 5 ლარი. ესეთი მარტივად 35 ბავშვი ხო ასი? 35 ბავშვი გამოვიდა 35-ზე 5 ხუმუემატება. ეს არის 175. 20% რო ჩამოვიდეს 140 ლარი. 140 ლარი მე 2 მილიონი 240 თანამშრომელი 3 დაახლოებით განაცემდება 3-ზე და 240 ლარი. აბა არა. ჩვენ ესე იგი ესე იგი დალია ამ საქმეში დამნაშავეთ. აქეთ რო მინუსში რო ვუსდი პლუსი საიდან მოვიტანო იმასე ახლა იმაზე ვფიქრობ საიდან მე ბუდის როგორც კი გამოჩნდება მაგის რეალური პერსპექტივა შემოვალთ მახსოვრიები და არა უშავს დაუშვათ პირველი კვარტალის ბოლოს იყოს რა მართლა მაგრამ ეს ვერ გავიგე მეცესიერად კერძო ბაღში აღარ არსებობს ჩემთვის კერძო ბაღი ჩემთვის არსებობს ყველას მიცემ ვინც მომიტანს ვაუჩი რა მნიშვნელობა კერძო იმას არა ჩვენ აღარაზე ჩვენ და შეადოშენ დღევანდელ ბიუჯეტში როგორ არა იყო აღარ ჩამეხედია
200 ბავშვი 200 ბავშვი კერძო ბავშვი დადეს და კიდე ისე მე ვინც ნებას გამოავლენს რომ უნდა იმ კერძოში იაროს ამ ფულს კი არ სადაგეკარგება ეს ფული რომ დავნახავთ უკვე რომ თავისუფლებაა და ხო ხდება და მაგრამ ვაუჩერიზაციის თემა ცოტა სხვადასხვა ასპექტებთან არის ჯერ სხვა საკითხები გადავიდა მაგას ცალკე დღე დავუწყოთ შეგეთუბნებათ რა ესე ხო ხდება ძალიან დიდი ლოგიკაა მაგაში პირდაპირ გეტყვით რა მაგ ვაუჩერის იმას მიეცი ბავშვს დავით